თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის მორიგი პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. პროცესი დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გადავიდა. სანამ სხდომაზე მოწმეების დაკითხვა დაიწყებოდა, მანამდე გიორგი ვაშაძემ შესავალი სიტყვით ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა. თქვენ წინასწარ განზრახულად უკვე გადაწყვეტილებას მიღებული გაქვთ, რომელსაც ჩვენ გავანდობთ რამდენიმე დღის მერე. გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ხო? ეს ჩვენთვის არც არ ნიშნავს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, ბრძოლაში ვართ. ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთვის ვიბრძვით და ზუსტად ვიცით, რომ ახლა მე იმიტომ კი არა, რომ რამე დანაშაულებით ჩადენილი. არამედ იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტა კონკრეტულმა პოლიტიკურმა, ასე ვთქვათ, დაჯგუფებამ, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ხო შეიძლება რომ მსახიობები, ექიმები, სტუდენტები ციხეში იყვნენ და თქვენ მათ საქმესაც იხილოთ, ხო? ახალგაზრდა ხალხი. რისთვის? რომ პროტესტზე გამოვიდა და იცავს საკუთარი ქვეყნის უფლებებს, რისთვის ვიფიქრეთ ჩვენ? საქართველოს გახდეს ევროკავშირის ქვეყანა, რომ მოსამართლემ არასდროს დავალება არ მიიღოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. კლანი არ მართავდეს სასამართლოს, პროკურატურას არ მართავდეს FSB-ს აგენტები, დამოუკიდებელი იყოს პროკურორიც მოსამართლეს თავის საქმიანობაში, ისე როგორც არის ევროპულ ქვეყნებში. მაგრამ საქართველოს სამწუხაროდ ეს არ არის. და თქვენ პირადად ხო ამის თანამონაწილე რო ხართ, მათედევიძის საქმეზე აჩვენეთ ეს ყველაფერი. და ახლა შემდეგ საქმეს ჩემსაზე აჩვენებთ, კიდე სხვა საქმეები გაქვთ, ამდენი საქმე, რაღაცა იმისა ვითხართ, რაღაცა შეწირული ვითხართ ამ პოლიტიკურ საქმეებზე რა, სიმართლე ვითხართ რა და რა ვიცი, რატო ისი გულისთვის. შესავალი სიტყვების წარმოთქმამდე ვაშაძემ და მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. ჩვენ თქვენზე უნდა ვიმუშაოთ როგორი მოსამართლე. და თუ როგორი მოსამართლე ხარ, ამაზე უნდა იმეთქოს ფუნდამენტალურმა გადაწყვეტილებებმა, ხო? ეხლა აქ მივდივარ. თქვენ 4 წელი და 7 თვე შეუფარდით ადამიანს წებლის მოქმედისთვის, რომელზეც პოლიციამ თქვა, რომ ხელი მაჯაო გამიწითლდა, მეტი არა. და წინა პროცესზე ჩვენ ნახეთ, დამუკა გაჯერიეს ხელი გაუწითლა კი არა, თქვენ თვალწინ გააფრიეს, ხო? და ნულოვანი რეაქცია ჰქონდა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში თუ არის ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი, შეიძლება 4 წელი და 6 თვით ადამიანი გაუშვათ ციხეში, მეორე შემთხვევაში თქვენ თვალწინ თუ ხდება იმაზე უარესი ქმედება, ვიდრე 4 წელი და 6 თვით ადამიანი ციხეში გაუშვით, აინუშიც არ ჩააგდეთ რა, თვალსაც არ დაახამხავთ და პროცესის რა შეურაცხყოფაში მოყოლოდა აინუში არ ჩაგდება, რა ვიცი, ლიტერატურის ფაქტები. არა, შეურაცხყოფა აინუში რა. ამ ვითარებაში არა მხოლოდ გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ორივე პოლიტიკური საქმე, არამედ კონკრეტულად თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თვალსაზრისით და თქვენი რეაქციების თვალსაზრისით მოვლენებს როგორ არის. ჩანს, რომ თქვენ მხოლოდ დავალებებს ასრულებთ. სწორია, რომ აცილება დააკმაყოფილოთ, დაიშვენოთ, გამოუშვათ სხვა მოსამართლე, შეიძლება თქვენს ეს სტრესი არ გქონდეთ, თქვენთვის უკეთესი იყოს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ერთი დიდი ცხოვრებისეული სტრესი უკვე გაქვთ. ახალგაზრდა კაცი, უდანაშაულო ადამიანი 4 წლით და 6 თვით ჩასვით ციხეში. არ ვიცი რა მე როგორ უნდა დაგიძინოთ. მაგრამ უნდა იმატეთ კიდე მეტ, ასე ვთქვათ, სტრესს თქვენ თავზე და თქვენს გარემომცველზე, იმიტომ რომ მარტო ეგრე ხო არ არის, ახლა თქვენს გარშემო ბევრი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ბევრი გეუბნება რომ რისთვის. აი რისთვის კი მე მაკითხვა რომ აი ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, იმის სანაცვლოდ უვადო მოსამართლეობას დაფიქრნე, თუ რის გამო მიიღეთ ესეთი გადაწყვეტილება რა, აი ეს მარკეტს რა, ამიტომ აცილება უნდა დააკმაყოფილოთ. სხდომაზე დაიკითხნენ საქმის გამომძიებელი პარლამენტის აპარატის თანამშრომელი და ფოსტის თანამშრომელი, რომელსაც პარლამენტიდან ვაშაძისთვის წერილების 4 მისამართზე მიტანა დაევალა. იმავე დღეს გავუგზავნე წერილობით შეტყობინება, აი რასაც თქვენ გულისხმობთ, ოფიციალური დოკუმენტი. და შემდეგ უკვე 10 აპრილს, ანუ სხდომის წინა დღეს, შეხსენების მიზნით კვლავ გავუგზავნე შეტყობინება და მოგვიანებით ბატონმა გიორგიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, მის შინაარსი იყო, რომ ნუ არ აპირებდა კომისიაზე გამოცხადებას. ეს არის იმის დასტური, რომ მან იცოდა, მაგრამ ჩემთან პასუხი არ დაუპყრო. რაიმე რეგლამენტი თუ არსებობს, რაიმე დებულება, შინაგანაც აი რაიმე დოკუმენტი არ ვიცი, იქნებ თქვენ მიცოდეთ, რომელიც განსაზღვრავს კომისიის მიერ პირის დაბარების შემთხვევაში რა ვადაში უნდა იცნობს მას. სადმე თუ არის ეს გაწერილი? ეს არ ვიცი. სადმე თუ არის გაწერილი, რა ვადა უნდა მიეცეს პირს
კომისიაზე გამოცხადება არ გამოცხადებას დაკავშირებით. ეს თუ შეგიძლიათ ვთქვით. მე არ მაქვს ასეთი დოკუმენტი. ხო, ასეთი დოკუმენტი არის. დიდი მადლობა იმას. არ მაქვს დანა. რაიმე დოკუმენტი თუ არის დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ადგენს ფორმას, რა წესით უნდა ჩაბარდეს. თქვენ როგორი მოქმედით ამას არ გიგებთ? ფორმას მოთხოვნა რა წესით უნდა ჩაბარდეს პირს. არც ის არ მაქვს დანა. გიორგი ვაშაძე გაეგზავნა, როგორც თქვენ ამბობთ, თეატრულიანის მოთხოვნა. მაგრამ ვიდრე ხელმოწერით ხო ამას? მაგრამ ვიდრე იქნებოდა. დიახ. მანამდე თქვენ პირადად შეესწარით კომისიის წევრების მსჯელობას გიორგი ვაშაძის ამ დაბადებას. კონკრეტულ შემთხვევაში არა. ანუ კომისია მიიღო თუ არა გადაწყვეტილება გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, თქვენ ამაზე მსჯელობთ ქალბატონი თეატრულიანის ხელმოწერილი დოკუმენტი. ხო მე ეს? დამევალა კი. კომისიისგან და შესაბამისად უშუალოდ ვისგან? ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ. მათ არ მოუციათ საერთოდ. არა, საქართველოს პარლამენტიდან წამოღებული მისამართზე 4 დღეიდან ვიყავით და ბატონი გიორგი ვაშაძე არც ხო. დიდი მადლობა. თუმცა მე მაგალითი სტრატეგია აღმაშენებლის ოფისის მისამართიც არ მოუციათ. პრობლემა პარტიაში არა, არანაირი მისამართი არ მოუწია. ეს საერმის ქუჩა თქვენ რო გითხრეს, თქვენ პარლამენტში დააბრუნეთ ეს ინფორმაცია, რომ საერმის ქუჩაზე მითხრეს, რომ ცხოვრობს, უბრალოდ ნომერი არ ვიცი და ამის შემდგომ არაფერი აღარ ყოფილა პარლამენტისგან, ხო სწორია? თავად გიორგი ვაშაძემ სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე დაბარების ოქმი მისთვის არ გაუგზავნიათ, გაუგზავნეს მხოლოდ სატელეფონო შეტყობინება და შესაბამისად არანაირი ფორმალობა დაცული არ ყოფილა. SMS-ი გავაგზავნეთო ტელეფონზე. SMS-ი კავით არაფერ არ იხდება. რას ნიშნავს? მეც რომ SMS-ი გამოგზავნოთ, თქვენ რომ კალკულატორი გადადეთ ახლა ეს პროცესი. გადადეთ? მიიღებთ ამათ რამე ცნობათ? მაშინ თუ რამე მაქვს კანონიერი უთხოვნა, მე უნდა მოვიტანო დასაბუთება, რომ ამის და ამის გამო გთხოვთ გადადოთ და მე შეიძლება იმჟელოთ ამაზე, ან გადადეთ, ან არ გადადეთ. ხო სწორია რა? SMS-ი მასე აგერ თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემს იმაში, რა ქვია, SMS-ებში, რავი, უამრავი SMS-ი მაქვს საერთოდ კითხულობ. ხო? მოდი, ზოგის არეკლამო SMS-ია, ზოგი ის არა. ეხლა თავარი საკითხი, შეეძლო თუ არა მას ფორმალურად მაინც დაეცვა ეს პროცედურა. და ეს რომ შეეძლო დადასტურდა პროკურატურის მიერ გაკეთებული იგივე ქმედებაში. პროკურატურა მაგალითად, როცა მას ჰქონდა სურვილი დაესაბუთებინა, თქვა, ჩემთან შეხებობა, ხო, ესე დავებარებინა საქმეზე თუ საქმე აღეძრა, ადგა მეძება მომპევი, არა ვარ ახლა რთული საქმე. ყოველ შემთხვევაში თბილისში ჩუმად ვერ ქუჩაში, ხო? ანუ ასე თუ ისე ყველა ცნობს, დაახლოებით რა ტრაექტორიაში სად მოძრაობ, რუსთაველზე ვარ ყოველდღე თუ რაღაცა ყველა მიცის. მაგრამ პროკურატურამ რომ მოინდომა თავისი, ასე ვთქვათ, ის რაც იყო ფორმალური შემადგენელი ამ ნაწილის, ის დაიცვა. მაშინ რატო ვერ დაიცვა? რატო არ დაიცვა ეს ყველაფერი კომისია? 18 ივნის მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე გალუსტაშვილი სწორედ იმავე დღეს გამოაცხადებს. გიორგი ვაშაძე წულუკიანის კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სხდომაზე არ გამოცხადა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაუ აქვს შეფარდებული.